მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ვისაუბრებთ სოფლიოში 10 ყველაზე მაღალ შენობაზე. ნომერი 10. Empire State Building, ნიუ-იორკი, ამერიკის შეერთებული შტატები. Empire State Building-ი ყველაზე ცნობილი ცათამბჯენია ამერიკაში, რომელიც აშენდა 1931 წელს. შენობა 102 სართულიანია, თუ არ ჩავთვლით ღუზის სიმაღლეს, იგი 391 მეტრს შეადგენს მიწიდან. პროექტის არქიტექტორები არიან შრივომი, ლემბომი და ხერმენომი. შენობის მშენებლობისას შემუშავებული იქნა ახალი ტექნოლოგიები სამშენებლო კონსტრუქციებში. ისეთი, როგორიც არის ლითონის კონსტრუქციები, დამზადებული ჩუგუნისგან სამგზავრო ოტისის ლიფტი. ცათამბჯენი შედგება ფუნდამენტისგან, ლითონის კარკასისგან, კოლონების, კოჭების და კედლის პანელებით, რომლებიც დამაგრებულია კოჭებზე. ამ შენობაში ძირითადი დატვირთვა მიდის ლითონის კარკასზე და არა კედლებზე. ამ დატვირთვას კარკასი გადასცემს ფუნდამენტს, ამის გამო შენობის წონა საგრძნობლად შემცირებულია და შეადგენს 365,000 ტონას. გარე კედლებზე დაიხარჯა 5,662 კუბური მეტრი კირქვა და გრანტი. მშენებლებმა სულ გამოიყენეს 60,000 ტონა ლითონის კონსტრუქცია, 10 მილიონი აგური და 700 კილომეტრიანი ელექტროკაბელი. ხოლო ამ შენობას 6,500 ფანჯარა აქვს. ნომერი 9. Chanhing Square, შენჩჩენი, ჩინეთი. Chanhing Square შენჩჩენში 69 სართულიანი ცათამბჯენია, მისი სიმაღლე 384 მეტრია. შენობა აშენებულია 1996 წელს ქალაქის შედარებით აქტიურ ეკონომიკურ აღმავლობის პერიოდში. იგი გახდა პირველი შენობა, რომელიც გამოაცხადეს თავისუფალი ვაჭრობის ზონად. ეს 69 სართულიანი შენობა შენდებოდა 1993 წლიდან 1996 წლამდე და 1997 წელს Cities Plaza-ს აშენებამდე იყო ყველაზე მაღალი შენობა ჩინეთში. მისი სიმაღლე 384 მეტრია. ცათამბჯენის ძირითადი ფართი უკავია ოფისებს. 35 სართულიდან იწყება საცხოვრებელი ზონა. სავაჭრო ზონა და ავტოსადგომები განთავსებულია მიწის ქვეშ 5 სართულამდე. ბოლო სართულებზე განლაგებულია საგამოფენო სივრცეები Meridian View Center, სადაც გამოფენილია ჩინეთის განვითარების ძირითადი ეტაპები. ნომერი 8. Citic Plaza, გუანჯოუ, ჩინეთი. Citic Plaza 80 სართულიანი ცათამბჯენია, რომლის სიმაღლე 391 მეტრია. ცათამბჯენი განლაგებულია ქალაქ გუანჯოუში. შენობის მშენებლობის დასრულების მომენტში 1997 წელს იგი იყო ყველაზე მაღალი შენობა მსოფლიოში ნიუ-იორკსა და ჩიკაგოში არსებული ცათამბჯენების შემდეგ. Citic Plaza განლაგებულია რაიონში ტიანხე და წარმოადგენს იგივე სახელწოდების კომპლექსის ნაწილს, სადაც აგრეთვე განთავსებულია 28 სართულიანი შენობა. ცათამბჯენთან ახლოს არის ახალი რკინიგზის სადგური და მეტროს სადგური. როგორც სხვა შენობები ჩინეთში, ეს შენობაც ხდება საზოგადოების კრიტიკის საგანი. ესეთი შენობები არის მთავრობის ექსპონატები და არ არის გამოსადეგარი შემდეგი მიზეზების გამო. გამოკვლევები აჩვენებს, რომ თუ შენობა 300 მეტრზე მაღალია, იგი ხდება არაეკონომიური, რადგან ხარჯი ყოველთვის გადააჭარბებს მოგებას. ნომერი 7. International Finance Center Tower 2, ჰონგ-კონგი, ჩინეთი. ეს არის მეორე შენობა მსოფლიო ფინანსური ცენტრი, რომელიც აშენდა ჩინეთში 2003 წელს. იგი შედგება 88 სართულისგან და მისი სიმაღლე 95 მეტრია. ცათამბჯენი განთავსებულია ჰონგ-კონგის ცენტრალური რაიონის სანაპირო ზოლზე და ითვლება კუნძულის მთავარ ღირსშესანიშნაობად. შენობის 40 სართული უკავია სასტუმროს Four Seasons Hotel Hong Kong. დანარჩენი კი სხვადასხვა სავაჭრო ცენტრებსა და ოფისებს. პირველი შენობა International Finance Center კომპლექსური კომერციული შენობაა განთავსებული სანაპირო ზოლზე. მისი მშენებლობა დამთავრდა 1998 წელს, ხოლო საზეიმოდ გაიხსნა 1999 წელს. ნომერი 6. Jinmao Tower, შანხაი, ჩინეთი. შენობის საერთო სიმაღლე შეადგენს 421 მეტრს. იგი 88 სართულიანია. ბოლო სართული მდებარეობს 366 მეტრზე. შენობაში 54 სართულიდან 88 სართულამდე განლაგებულია სასტუმრო ჰაიატი. 92 სართულზე განლაგებულია დახურული საგამოფენო დარბაზი Skywalk. დარბაზში შესაძლებელია დაეტიოს 1000 ადამიანი. Skywalk-ის საერთო ფართი 1520 კვადრატული მეტრია. ნომერი 5. Sears Tower, ჩიკაგო, ამერიკის შეერთებული შტატები. მისი სიმაღლე 453 მეტრია და სართულების რაოდენობა კი 100-ს შეადგენს.
შენობის მშენებლობა დაიწყო 1970 წელს და დასრულდა 1973 წლის 4 მაისს. მთავარი არქიტექტორია ბრიუს გრეი. Sears Tower-ი აშენდა 42-ზე მეტი წლის წინ. 1974 წელს სათამბჯენი გახდა ყველაზე მაღალი შენობა მსოფლიოში, რომელმაც გაუსწრო ნიუ-იორკში მხარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრს 25 სართულით. რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში Sears Tower-ი ინარჩუნებდა ლიდერობას და მხოლოდ 1997 წელს დათმო ეს წოდება Petronas Twin Towers-თან. ნომერი 4. Petronas Twin Towers, კუალა-ლუმპური, მალაიზია. მე-20 საუკუნის მიწურულს 1998 წელს აშენებული იქნა ყველაზე მაღალი საჰაერო ხიდი მსოფლიოში. 170 მეტრის სიმაღლეზე მიწიდან იგი აკავშირებს მაშინდელი დროის ყველაზე მაღალ სათამბჯენს, რომელთა სიმაღლე 452 მეტრია, სართულების რაოდენობა კი 88. სიმაღლეზე განლაგებული ეს 58 მეტრიანი ხიდი ორსართულიანია. იგი იწონის 750 ტონას და წარმოადგენს ინჟინერული მიღწევების პიკს. ხიდი შეიქმნა სამხრეთ კორეელების მიერ Kukjong Engineering and Construction. 88 სართულიანი სათამბჯენი, რომლის სიმაღლე 452 მეტრია, მდებარეობს მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში. შენობის პროექტირებაში მონაწილეობას იღებდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი მაჰამადი, რომელმაც მოითხოვა, რომ შენობა შესრულებულიყო ისლამურ სტილში. ამიტომ შენობას გეგმაში 2 რვაქიმნიანი ვარსკვლავის ფორმა აქვს. მშენებლობისთვის განკუთვნილი იყო 6 წელი. შენობის არამარტო კოლოსალური ზომაა გამორჩეული, არამედ კონსტრუქციის სირთულე. შენობის ყველა სართულის საერთო ფართი 213.750 კვადრატული მეტრია, რაც შეფარდებით 48 ფეხბურთის მოედანის ტოლია. შენობის კომპლექსს ქალაქის მიწის 48 ჰექტარი უჭირავს. ნომერი 3. Shanghai World Financial Center, შანხაი, ჩინეთი. შანხაის საერთაშორისო ფინანსური ცენტრი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობაა ჩინეთში. შენობაში არის საოფისე ფართები, სასტუმრო, საკონფერენციო დარბაზი და მაღაზიები პირველ სართულზე. სასტუმრო Park Hyatt-ში 175 ნომერია. 2007 წლის 14 სექტემბერს დასრულდა შენობის კარკასის მშენებლობა 494 მეტრ სიმაღლეზე და იგი გახდა ყველაზე მაღალი შენობა ჩინეთში. 101 სართულიანი შენობის მშენებლობა დაპროექტებულია კოხომ პედერენ პოქსომის მიერ. ფინანსური ცენტრის მშენებლობაში მონაწილეობას იღებდნენ მულტინაციონალური კომპანიები, მათ შორის იაპონიის, ჩინეთის, ჰონგ-კონგის ბანკები და აგრეთვე ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები, რომლებმაც აირჩიეს ინკოგნიტოდ დარჩენა. ნომერი 2. ტაიპეი 101, ტაიბეი, ტაივანი. სათამბჯენი ტაიპეი 101 განლაგებულია ტაივანის დედაქალაქში ტაიბეი. მისი სიმაღლე 571 მეტრია. შენობის მშენებლობა დაიწყო 1999 წელს. ოფიციალურად გაიხსნა 2003 წლის 17 ნოემბერს. მშენებლობის საფასურმა შეადგინა 1.7 მილიარდი დოლარი. ამ სათამბჯენში განლაგებულია მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ლიფტები, ისინი მოძრაობენ 63 კმ/სთ სიჩქარით. პირველი სართულიდან 99 სართულამდე ასასვლელად ესაჭიროება 39 წამი. შენობა არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სიმბოლო ტაიბეის და მთლიანად ტაივანის. მას აქვს 101 მიწის ზედა სართული და 5 მიწისქვეშა. მისი არქიტექტურული პოსტმოდერნისტული სტილი ითავსებს თანამედროვე ტრადიციებსა და ძველ ჩინურ არქიტექტურას. მრავალსართულიანი სავაჭრო ცენტრი შეიცავს ასობით მაღაზიას, რესტორანსა და კლუბს. პროექტი, რომლის ღირებულებაც 4 მილიონი დოლარია, ითვალისწინებს ზედა იარუსზე გიგანტური ბურთის განთავსებას, რომლის წონა 728 ტონაა. ეს გადაწყვეტილება ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი ინჟინერული ექსპერიმენტია ბოლო დროის. სქელ ტროსებზე დაკიდებული ბურთი ასრულებს შენობის სტაბილიზატორის ფუნქციას და საშუალებას იძლევა ჩაახშოს რხევები მიწისძვრის დროს. ნომერი 1. ბურჯ დუბაი, დუბაი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები. დუბაის სათამბჯენი ფორმით გვაგონებს სტალაგმიტს. იგი 2007 წლიდან ყველაზე მაღალი შენობაა მსოფლიოში. მისი სიმაღლე 818 მეტრია. სართულიანების რაოდენობა 160-ზე მეტი. მშენებლობის საერთო ღირებულება დაახლოებით 4.1 მილიარდი დოლარია. სათამბჯენის მშენებლობა დაიწყო 2004 წელს. საშუალოდ ერთი სართულის აშენებას ანდომებდნენ 3 დღეს. შენობას და მის გარშემო მშენებლობას უკავია 200 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელიც მის მფლობელს 20 მილიარდი დოლარი დაუჯდა. სათამბჯენის ოფიციალური გახსნის ცერემონია დაგეგმილი იყო 2009 წლის 9 სექტემბერს. მშენებლობის დირექტორის მადგილის დიდიე ბოსრედონის განცხადებით.
შენობაში მოწყობილია 59 ლიფტი და ყველაზე სწრაფი ლიფტებია მსოფლიოში. ბუტიკები, ბასეინები, ლიქსის კლასის აპარტამენტები, სასტუმრო და გადმოსახედი ტერასები უმშვენიერესი პანორამული ხედებით. ამით კი ჩვენი ვიდეო დასასრულს მივუახლოვ და გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ საინტერესო ვიდეოებს.